ნახოთ ცოცხლა. სანამ მოვხდები. რეგზერია ავხები უფრო კარგი. მოდული პროფესია რაც კი შეიძლება იყოს გარდა ერთისა, ეს არის კრიტიკი. კრიტიკოსი ხარ, ლიტერატურული კრიტიკოსი, ეს არის ყველაზე დაუმსახურებელი. შემდეგ მოდის დრამატურგი. და ასეთ დაუმსახურებელ პროფესიის წარმომადგენლებს ზიوار ჩემთვის და მოდის პასუხობენ რომ არა. მე ვიკითხები რომ ფერშვილებს თუ ნახეთ ყანწით ხელში. ევროპაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ კულტურასთან ზიარებას და თუ ესეთი ტრადიცია დაინერგა რომ ხშირად გვეწევიან ქართული მწერლები, ეს იქნება გადასარევი, იმიტომ რომ ჩვენ მოწყვეტილი ვართ იმ სინამდვილეს, რაც დღეს საქართველოში ხდება და ლიტერატურასთან ერთად საუბარი და დისკუსია გვაქვს ქართულ სინამდვილეზეც და ეს არის მე თვითონ ძალიან აუცილებელი და რა ვიცი თუ ეს ტრადიცია გაგრძელდება და თქვენი დახმარებით გადაიხდება ისე რომ ხშირად ჩამოვლენ ქართული მწერლები, იქნება ძალიან კარგი. მე მგონი კარგი დასაწყისია, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ნახეთ რა მხელა აღიარება ქონდა დღეს ბასა ჯანიკაშვილის საღამოს მის წიგნებს და მოხარული ვიქნებით თუ შემდეგში სხვა მწერლებსაც ვაზიარებთ ქართულ ემიგრაციას. ლაპარაკობ ამ ენაზე რომ მიხარია რომ შუახუ გერმანიაში ვართ, ამდენი ვართ და ლაპარაკობ ქართულად და ძალიან კარგია. მაგრამ ის იმას აღნიშნავს რომ ჩვენ სხვა ენებს არ დავუხსნათ, დავეუღოთ უნებრივია ამდენი პეგასუსმა დამატო კიდე რაღაც კილოგრამზე 10 ეურო იქიდან ვიდეო დახუბრალდა და იქიდან მოხერხა პეგასუსის ადამიანს რომ წიგნი მიმართა, გვინო არ მიმართა, არ თემალი, მაგრამ არ აინტერესებდა და არც მიყვი და მოკლედ ესე გამომივიდა რომ ცოტა წიგნი ჩამოვედი იყო წარმოიდგინეთ რომ თქვა მე როდესაც ჩემი ბავშვობის პროექტზე მუსიკას ვიხსენებ, ეს იყო ასამბლეა, ეს იყო ნანი ბერგოძე პირველი რომანი. ამის მიღმა არის ეს არ არის მარტო აგეოგრაფია, ეს არის რომანი, სადაც არის ინტრიგა, სადაც არის პოლიტიკური შეკვეთა. იმიტომ რომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ თქვა შუშანიკი ეს იყო ადამიანი რომ ესაზე უფრო ცხოვრების პოემ და მივალათასი ომიდან ერთი ძლიერი უმინდა სამოთხის ვაშლი უმიდა მე შენს გვერდით თუ გინდა ანი ბანი და განი და ღმერთო დამინდე და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიუნხენში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებული ადამიანი ლიტერატურით, ლიტერატურული პროცესებით საქართველოში სვავდა კითხვებს, აინტერესებდა თუ რა პროცესებია კულტურაში, წერლობაში, ლიტერატურაში, ზოგადად საზოგადოებაში, ქვეყანაში. და მე მგონი საინტერესო შეხვედრა იყო და ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ერთმანეთისაგან. ეს არ იყო ცალმხრივი ინფორმაცია, ანუ გავცვალეთ მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. სამი შეხვედრა ქონდა შტუტგარტში, ნიუბერგში და მიუნხენში, შევხვდით ქართველებს. ადამიანებს, ვინც დიდი ხანია წამოსულია. ზოგი იყო თქვა მაგალითად 20 წლის წინ წამოსული და ასევე იყვნენ ისინი, ვინც რამდენიმე თვის ჩამოსულია. მე პირადად ძალიან ყვაყოფილი ვარ ამ სამ შეხვედრით. მე მქონდა წიგნის პრეზენტაცია, ჩემი ორი წიგნის პრეზენტაცია. ვილაპარაკე ზოგადად ქართულ ლიტერატურაზე, ლიტერატურულ პროცესებზე, თეატრზე, დრამატურგიაზე და შემდეგ რა თქმა უნდა შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიც არის ემიგრაცია, როგორიც არის საქართველოში დაბრუნება, საკუთარი თავის რეალიზაცია. ის განათლება, რომელსაც სტუდენტები იღებენ, როგორ შეიძლება რომ მოხმარდეს ჩვენ სამშობლოს, იმიტომ რომ ეს განათლება, ევროპული განათლება მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ჩვენ საქართველოში. ყველაფერ ამ თემებზე ვისაუბრეთ და ყველას დიდი მადლობა, ვინც დაესწარეთ და თუ ვერ დაესწარეთ სხვა მიზეზის გამო, მაინც დიდი მადლობა. ხახული
წავიდნენ